რუსთავის დემოკრატიული შართულობის ცენტრში ფრაქცია რუსთაველების წევრმა ნუკრი შათირიშვილმა საგრებულოს ხდომაზე არსებულ პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა. შათირიშვილის თქმით, საგრებულოში დაგეგმილი საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომა, სადაც თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ დადგენილება უნდა განხილულიყო კომისიის წევრების გამოუცხადებლობის გამო რამდენჯერმე ჩაიშალა. შათირიშვილის განცხადებით დოკუმენტს 25 დღიანი განხილვის ვადა აქვს და არც ერთი ხდომის შაშლა არ შეიძლება. იგი საგრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენძეს არადისციპლინურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხდომების ჩასვლა გამიზნულად ხდება. არა ორდინირებულად, არა ჩამოყალიბებულად, არა დისციპლინირებულად, როგორც ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობა ცნობილი, ისევ აგრძელებენ ამას. ხალხი ნიხილისშია, გადაგ ესენი კიდე ხდომას არ ესწრებიან. ეს არის პასუხისმგებლობა თავმჯდომარის ბატონი კახა გურგენიძის, რომ ეს კაცი არც გუშინ, არც მანამდე, არც არასოდეს ჩემგან ღრმად პატივისცემისა მისი როგორც პიროვნებასთან, საქმიანად ის ძალიან შორს არის საქმესთან.